თავისუფლებამ ზიამახლობელს, თავისუფალ სიტყვას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს ესენი არიან ადამიანები, გამბედავი ადამიანები, რომლებიც სისტემას დაუპირისპირდნენ და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, როდესაც არსებობს თავისუფალი სიტყვა. ზიამახლობელის დაკავება არის ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დაპატიმრება. თუმცა სანამ გვებულებიან მამაცი ადამიანები ქვეყანაში, მანამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ზიამაღლობელი საპატიმროში ზის არა იმის გამო, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმის გამო, რომ ის არის თავისუფალი მედიის მოდარაჯე, ის არის ბათუმელების ნეტგაზეთის, ქართული სინდისის მნიშვნელოვანი და ღირსეული წარმომადგენელი და შესაბამისად სწორედ ეს აწუხებს ქართულ ოცნებას, აწუხებს თავისუფალი მედია ქვეყანაში, რის ჩახშობასაც მოსulis დღიდან ცდილობს. ზიამაღლობელი არის პირველი მედია საშუალების წარმომადგენელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააპატიმრა, თუმცა ჩვენ ხომ ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ ზიამაღლობელი არ იქნება ბოლო, ის აუცილებლად მოვა თვითონ ჩვენგანამდე, ჩემამდე, შენამდე, ჩვენამდე. ამიტომ ხმა უნდა ამოვიღოთ ყველამ, დღეს თუ არის მზია, ხვალ ვიქნებით ჩვენ. ამიტომ ახლა დუმილი არის დანაშაული, თავისუფლება მზიას და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დღეს შევიკრიბეთ კანადაში, ტორონტოში, გვინდა რომ სოლიდარობა გამოვხატოთ სისტემის პატიმრების მიმართ, სისტემა ყარს და ეს არის უკვე ფაქტი. ზიამაღლობელი დღეს არის საპატიმროში იმის გამო, რომ იცავს სიტყვის თავისუფლებას და სისტემა სწორედ ეს სურს, რომ გააჩუმოს, გააჩეროს ადამიანები, ვისაც თავისუფლება უნდა თავისი ქვეყნისთვის, თავისი მოქალაქეებისთვის. სოლიდარობა ზიამაღლობელს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს და სისტემა დასანგრევია. ჩვენ კანადაში მცხოვრები ქართველები პერმანენტულად მართავთ აქციებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად. ჩვენს მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ბრძოლაში, რათა მივიყვანოთ ბოლომდე ეს და დავასრულოთ გამარჯვებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, ასე ვთქვათ. ყოველკვირეულად ვიკრიბებით და გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას კიდევ და კიდევ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და განსაკუთრებით ბოლო დღეებში დაპატიმრებულებს, როგორიც არის ზიამაღლობელი და ასევე სხვა პოლიტპატიმრები. აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ ქართულმა ხალხმა და მივაღწიოთ თავისუფლებას. თავისუფლება ზიამაღლობელს, თავისუფლება ყველა იმ პოლიტპატიმრებს. ეს რეჟიმი დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ, ბრძოლა ბოლომდე არ დავიღალოთ. დიდება საქართველოს, თავისუფლება კავკასიას.